საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმოგიდგენთ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას, რომელიც შეეხება ანტიდასავლური ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ანტიდასავლურ პროპაგანდას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს ჩვენი კანონმდებლობით პრორუსული, ასე ვთქვათ, პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აწარმოოს პოლიტიკურმა პარტიამ. დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ეს ყველაფერი შესაბამისად რეგულირებული არ არის და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განათავსოს რეკლამა, რომლის მიზანით შეიძლება იყოს მაგალითად საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ლეგალიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მით უმეტეს რომ რამოდენიმე თვეში ჩვენ გვაქვს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს ჩვენს კანონმდებლობაში. ცხადია, ეს ნაბიჯი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ. იცით, რომ ისინი ძალიან აქტიურობენ საქართველოში, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით და ასევე მედიის მეშვეობით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაშინ, როდესაც საქმე შეეხება არჩევნებს და პოლიტიკური პარტიის აგიტაციას, მათ აეკრძალოთ ისეთი ტიპის აგიტაცია, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის გზავნილის გავრცელება, ასე ვთქვათ, და რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაკანონება საქართველოში. ძალიან მოკლედ ჩვენ აგიხსნით კონკრეტულად რომელ კანონებში გვინდა ცვლილების შეტანა. ეს არის ძალიან მცირედი ცვლილება, მაგრამ თავისი მნიშვნელობით მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდისთვის. ჩვენ ამ საკანონმდებლო წინადადების შემუშავების დროს გავიარეთ კონსულტაციები მედია ორგანიზაციებთან, ქონდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, მათი შენიშვნების გავითვალისწინეთ და ასევე ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, მხარს უჭერს კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის, რომელიც ამდენიმე NGO-ს აერთიანებს. მოკლედ გეტყვით, არსი რა არის საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადად მიზანი არის აიკრძალოს მაუწყებლის მიერ ისეთი რეკლამის გადაცემა, ასევე ისეთი წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის წინასაარჩევნო რეკლამა და წინასაარჩევნო პროგრამა პარტიების, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დარღვევის საფრთხეს და რომლის მიზანიც არის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაცია. ძირითადად ცვლილება შედის შემდეგ კანონებში, ეს არის კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც ესეთი რეკლამა იქნება აკრძალული, აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იქნება დროებითი ნორმა და იმუშავებს იქამდე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის მიერ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრების აღიარება საერთაშორისო დადგენილ საზღვრებში. შემდეგი არის საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმადაც იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაცია, რომელიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, რომელიც შეიცავს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ძალადობას შეიცავს, თუმცა შემდეგი რეგულაციები უკვე კანონში აღარ არის მოცემული. აგრეთვე არის საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც იკრძალება მსგავსი პარტიის შექმნა და საქმიანობა და ცვლილება შედის აგრეთვე კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება უფლება, რომ სწორედ ამ საფუძვლით აკრძალოს პარტიის საქმიანობა. და ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ეს არ უყვეს ჩვენი ყველა მოქალაქის უფლებას.